თქვენ პირადად რას ელოდებით ბიძინა ივანიშვილისგან, რა შეიძლება იყოს მისი შემდეგი სვლა? დიახ, ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ლოგიკა აქვს, არანაირი მორალი და ზნეობა არ აქვს და მე მგონი ამაში უკვე ყველა დარწმუნდა, ყველა უკლებლი ყველა ქართული ოცნების წევრებიც კი, რომლებმაც გუში დაინახეს მათი ლიდერი, ნაწილი მათგანი მზად იყო ამისთვის, იმიტომ დამონებულები არიან და ნაწილი გაკვირვებულებიც კი იყვნენ. ქართული ოცნების ხარდაჭერების ბედუკაძეც კი გაკვირვებული იქნება, ფარცხალაძეც კი გაკვირვებული იქნება, მე მგონი, ხო? რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი ვითარება არის და ძალიან თქო ყველას მიმართა ნურავი ნუ გაავლევს დღეს შექმნილ ვითარებას პარალელის სახით სხვა ანალოგიებთან რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში. ყველა ზღვარს გადასულია უკვე ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკაში როდესაც აი ამას კადრულობ შეუძლებელია ეს შეგჩეს. წინამდე შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ მაშინ რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანას არ უწერია. იყო შანსი, ჰქონდა შანსი რომ ქვეყანას მიიღო განვითარების ახალი იმპულსი, როდესაც ამოქმედებოდა ეს ახალი საარჩევნო სისტემა, მაგრამ ეს არ გააკეთა, იმიტომ რომ არის შეშინებული და დამბრთხალი. ისე შეშინებული და დამბრთხალი, როგორი შეშინებული და დამბრთხალიც იყო 20 ივნისს და ამიტომაც დაგვარბია, იმიტომ რომ მას ეგონა რომ მართა შევდიოდით პარლამენტის შენობაში და უწყობდით რევოლუციას და 2 დღეღამე გახსოვთ თქვენ ალბათ სპეცნაზის დანიშნულების რაზმებთან ერთად ეძინა თავის სასახლეში, ხო? ასეთივე შეშინებულია დღეს. ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული საზოგადოებაზე. საზოგადოების წევრები ვართ ყველანი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ექიმები, მასწავლებლები, ასე შემდეგ, სტუდენტები, ასე შემდეგ. თქვენ ამბობთ შეშინებულია ბიძინა ივანიშვილი, შეშინებულია იმით რომ 20-20-ის საპარლამენტო არჩევნებში ის დაკარგავს ხელისუფლებას, დაკარგავს ასე ვთქვათ მმართველობით სადავებს. რისი ეშინია, რატომ არ შეუძლია მას უბრალოდ ოპოზიციაში გადავიდეს, როგორც ეს რა ვიცი, ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის განმავლობაში ხდება? ბიძინა ივანიშვილს გულახდილად ნებისმიერ ადამიანს შეეშინდებოდა. დიახაც მანდრაჟის ქვეშ ცხოვრობს ეს ადამიანი. გავიხსენოთ რომ 2 დღეღამე ეძინა სპეცნაზთან ერთად. რატომ და იმდენი რამა გაფუჭებული ამ მთელი 7 წლის განმავლობაში, იმდენი უსამართლობის მთელი ციკლი აქვს მას განხორციელებული, დაწყებული უკანონო დაპატიმრებებით და გაგრძელებული ღრმად ჩაფლული კორუფციაში, შემდეგ კიდე არ ვიცი მე ძალადობით, მომხვეჭველობით, არ ვიცი რა არ გააკეთა, გააღატაკა და ასე შემდეგ. თავხედურად, ხო? მიისაკუთრა ყველაფერი, უბრალოდ რისი ასე ვთქვათ, იშტაზეც იყო, ძალიან კარგად ესმის ამ ადამიანს, რომ როგორც კი ის ვეღარ იქნება ერთპიროვნული მართველი და ვეღარ იქნება საერთოდ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი რაზეც თქვენ და ყველანი საუბრობდით და ნაწილს ვადასტურებდით მტკიცებულებებით, მაგრამ ნაწილს საკითხებთან დაკავშირებით, ხო, უბრალოდ დასაბუთებული ვარაუდი ასე ვთქვათ, მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ. ეს ყველაფერი საშკაროზე გამოვიდოდა. ამიტომ უაფილოა საუბარი იმაზე, რომ აკიდა ბიძინა ივანიშვილი გამოძვრება. სულ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი, არ გვაინტერესებს. აღარც უნდა გვაინტერესებდეს, რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ამიერიდან იმას, რასაც უკანახებს ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება. დიახაც მტერიენდო ეხა ნებისმიერ ასე ვთქვათ ქართული ოცნების თუმცა შესაძლოა ეს ქართული ხალხი და ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილმა ისევ მოატყოს, როგორც ერთხელ უკვე მოხდა, მე ბოლო მოვლენებს ვიხსენებ. არ არსებობს, ამიტომ გთხოვეთ თავში რომ ანალოგიებით არ წავიდეთ, ანალოგიებით არ ვისაუბროთ და ნუღა ვიცხოვრებთ. ეს იყო რაღაცა ის როგორ გითხრათ, იცით, ბოლო წვეთი, რაღაცა წვერვალი იყო რა. დიახ, თქვენ თქვით რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააკეთოს და მოიმოქმედოს ის, რასაც მას ქართველი ხალხი უკან ნახებს, რას კარნახობს დღეს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს საზოგადოება კარნახობს გარდაუვალ ცვლილებებს. და ეს ცვლილებები განხორციელდება მისივე ხელით. მე დარწმუნებული ვარ, მას მოუწევს იმის გაკეთება, რაც გააკეთა სარქისიანმა სომხეთში 1 წლის წინ, როდესაც სარქისიანის დეპუტაცია იყო ჯერ კიდევ პარლამენტში და მათ მოუწიათ დაჰყოლოდნენ ნებას საზოგადოებისა და ერევნის ქუჩებში გამოსული ხალხის ნებას გულისხმობ. დიახაც ერთ-ერთში გააკეთეს იგივე. დიახაც ოხანაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული არ ვიცი კიდე რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატები ჩადგებიან წკრივში და გააკეთებენ იმას, რასაც რუსთაველის გამზირი ეთქვის, რასაც საქართველოს ეთქვის. დიახაც ასე იქნება. ეხლა ჩვენი მოთხოვნა არის, დიახაც რა თქმა უნდა უბრალოდ დობა არ არის, შეუძლებელი არის, რომ 2-3 თვე ხა ჩვენ პროცესის წამოწყებაში ხელი შეუწყოთ ხელისუფლებას და თქვა რომ თავიდან დავაინიციირებთ ხა საკონსტიტუციო ცვლილებებს, უბრალოდ დობის ვოტუმი არის, რომ 0 შეუძლებელია.
ამიტომ მე მიმაჩნია რომ თუ კი ჩვენ ვილაპარაკებთ ვადამდელ არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს კომბინაციაში ხორჩესმული თავრობის გადადგომასთან ერთად. ეს შეიძლება სხვადასხვა გზით მოხერხდეს. მაგალითად ეხლა როდის შეიძლება რომ იყოს ეს ვადამდელი არჩევნები ბატონო ნიკა? გეტყვით, როცა არ უნდა იყოს, როცა რაც მალე უკეთესი. თითოეული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის არის ამ ქვეყნისთვის გიგანტური ნაბიჯით უკან გადადგომა. გასაგებია დრო ახლა ივანიშვილისთვის მუშაობს, რაც უფრო დიდი დრო გავა, კრიზისი უფრო გამწვავდება. თქვენ რამდენად ოპოზიციას რამდენად აქვს ამის რესურსი, რომ რაც შეიძლება მალე არ მუშაობს ბიძინა ივანიშვილი, რატო გონიათ რომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს დრო? ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა რომ მიუხედავად ცინიზმისა და მიუხედავად არ ვიცი მე წარმოუდგენელი ფარისევლობისა, სხვადასხვანაირი ადამიანები, სხვადასხვა გემოვნების პოლიტიკოსები ერთად ვერ დადგებიანო, მაგრამ დავდექით საერთო კეთილშობილური მიზნის ასე ვთქვათ მიღწევის გამო ერთად და ეს მართლაც უპრეცედენტო ერთობა იყო, ოღონდ კეთილშობილური უპრეცედენტო ერთობა იყო ამ ქვეყანაში დაფიქსირებული უკანასკნელ წლებში, თორე უპრეცედენტო ერთობა მანამდე იყო, უპრეცედენტო იყო ერთობა, როდესაც ბედუკაძეებთან და ფარცხალაძეებთან და მურუსიძეებთან მიაღწია შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილმა და მათთან ერთად არის ის იყო თუ იყო უპრეცედენტო, ოღონდ მანკიერი ერთობა იყო და ეს არის კეთილშობილური და მართლაც ხალხზე ორიენტებული ერთობა, მიუხედავად პარტიის წარმომადგენლების რომელსაც სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს არჩეული, ხო? ჩვენ ხდებით ერთად და თანხმდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უნდა მოშორდეს და ამის შემდეგ კი ბატონო ხალხმა გადაწყვიტოს, ვის აქვს ყველაზე მეტი ხარდაჭერა. წარმოუდგენელ სითავხედეს აქვს ადგილი და გუშინდელმა განვითარებულ მოვლენებმა გადაფარეს ასევე თავხედობა თუ შემიძლია ქალაქის არჩეული მერისა ხახნო კახი კალაძისა რომელიც არცერიდება და აქციის მონაწილეს შუათით საჩვენებს და როდესაც მე ხილებული იქნა და ვიდეო კადრები გავრცელდა ისიც კი იყო ანუ თავხედობა იყო იმ ხარისხის რომ გამოსულიყო და ეთქვა რომ მე ჩემი დაცვის თანაშრომას ვუთხარიო დიახაც აი ეს ერთი შუათითი ის შუათითი ძალიან ძიმეთ უნდა შეუბრუნდეს კახი კალაძესაც რომ თამაშობს ეხა რაღაცა მართლაც იმაში წირვაში დაღლილი მღვდელის როლს წავი ზღვის კაპიტანი შობელი რო ვითომ არ ეკუთვნის და წავა სადღაცა გიტანში და რაღაცა ისე 20 ივნისის მოვლენებს რო დაუბრუნდეთ ნახეთ რისი კითხვა მინდა 20 არანაკლებ საძაგელი ადამიანია და არ დავუსრულე არანაკლებ საძაგელი პოლიტიკოსია და არანაკლებ ფლიდი არის კახი კალაძე ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გასაგებია ბატონიკა აი გავიხსენოთ ისე 20 ივნისის მოვლენები ის დაპირებები რაც მართველი პარტიის თავმჯდომარემ და ქართულმა ოცნებამ გასცეს და 5 თვის თავზე ვხედავთ რომ თავარი დაპირება რაც იყო მაშინ აღმოჩნდა უბრალოდ ტყუილი რატომ ფიქრობთ რომ აი ასე მარტივად შეელევა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებას დიახაც იმ 5 თვის წინ ბიძინა ივანიშვილს არც უნდოდა და აზრადაც არ მოსდიოდა რომ პროპორციული სისტემა დაენერგა ქვეყანაში აზრადაც არ მოსვლია უბრალოდ როგორც ვახსენე მას შეეშინდა და იფიქრა რომ ხდება ახლა რევოლუცია და დაგვიშინა პლასმასისა და რეზინის ტყუები და ასახიშა ხალხი ყავს პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ და როდესაც დაინახა რომ პროცესი უკვე შეუქცევად ხასიათს იღებდა ბატონიკა შესაძლოა თქვენ ეს არ დაიჯერეთ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ტრიუკი დაიჯერა რომელი ტრიუკი აი 20 ივნისის შემდეგ დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კი ბატონო და დაიჯერა არა მარტო საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრში ბევრმა სამოქალაქო აქტივისტთა რიგებში ბევრმა და თქვენს ისე ოღონდ ბუნტი არ იყოს არ გვინდა არ გავამწვავოთ არ ვეჩხუბოთ არ შევუტიოთ იმიტომ რომ აი თავარი მონოპოლარი არის პროპორციული სისტემა და არ გავაფუჭოთ ეს მონოპოლარი არ დავკარგოთ ეს სიკეთე არ წაიღოს უკან და თვალი დავხუჭეთ უამრავ მათ შორის გახარიას დანიშნა შევარჩინეთ მათ შორის არაფრის გამო რო უზით ეხა უამრავი ადამიანი გავრილოვის პოლიტპატიმრები მათ შორის ირაკლი ოქუაშვილი რისთვის უზით ირაკლი ოქუაშვილი ხარ არაფრისთვის არ უზით და მე ფიქრობ აუცილებლად ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა დღეს ხვალ და მომდევნო დღეებში უნდა დადგეს გავრილოვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი აქციაზე დიახაც ჩვენ თუ რაიმე გვინდა რომ იქნეს მიღწეული ერთ-ერთი აუცილებლად უნდა საკითხი დადგეს კატეგორიულ ტონში და
ამას უკან არ უნდა ასე თქვა ზურგი შევაქციოთ, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. დიახაც, იმათი აქტიურობით და მათი მეცადინეობით მოუწია ბიძინა ივანიშვილს პროპორციული სისტემის გადმოგდება და დღეს რა ჩიხშიც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი მათი დამსახურებაა დიდწილად არ მომერიდება არაფრის. დიახაც, იმიტომ რომ მათ შეაშინეს მაშინ ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილმა დამთხალმა გააკეთა ის რაც გააკეთა. ამიტომ თავისუფლება ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოძის ეხა ციხეში და რა უნდა გააკეთოს რუსთაველზე გამართულმა აქციამ თუ არა ძირითადად დააყენოს ეს საკითხი რა. ჩვენ გარეთ ვარ კარგს ჭამთ, კარგს ვსვამთ და ეს ადამიანები ციხეში არიან ზუსტად ამ ბრძოლაში დაცემულები და ჩვენ ამაზე არ უნდა ვლაპარაკოდეთ და არ უნდა ვითხოვდეთ. უნდა იმართებოდეს აქციები მათ შორის მატროსოვის ციხესთან და ეს ადამიანები მალე უნდა გამოვიყვანოთ. დიახაც, უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით. და რაც შეიძლება ვადამდელ არჩევნებს, თუ შეიძლება არ გამოთქვათინოთ, ვიტყვი ჩემ პოზიციას. დიახაც, სხვადასხვაგვარად შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. მათ შორის ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშლება უმრავლესობა, ხო? და როგორც ეს დაიშლება ეს უმრავლესობა. თუ არ დაიშლება, უნდა ვაიძულოთ, რომ დაიშალოს. და ქუჩამ უნდა აიძულოს, რომ დაიშალოს და როგორც კი 76 კაცზე ნაკლები ეყოლებათ უმრავლესობაში, კონსტიტუციის თანახმად უნდა დადგეს პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი. ანუ პარლამენტმა თავიდან ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას და აი ზუსტად იქ პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს იმ მთავრობას, რომელსაც შესთავაზეს რუსთაველის გამზირი. და დღეს ყველაფერი დამოკიდებული არის ხალხზე. არანაირი გომელაური, არანაირი გახარი, არანაირი ბედუკაძე, არანაირი ფარცხალაძე და არანაირი ივანიშვილი. ხალხი და ხალხი. ჩვენ უნდა დავიჯეროთ რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. მაშინ რაღა გვინდა ხო? ამის მეც ვეღარ დააშავეს ბიძინა ივანიშვილი, რაც გუშინ მან გააკეთა. უნდა ვიყოთ უკომპრომისოები და ეს უნდა იგრძნობოდეს, ეს იგრძნობა უკვე ეხლა, მაგრამ განგზობადი უნდა იყოს. ჩვენ ბევრი დროც არ აგვაქვს. ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი და როგორცაც დაინახავს რომ ვართ მტკიცე ბიძინა ივანიშვილი დამიჯერეთ, ეხლა არ მინდა რომ უბრალოდ რაღაცა პოპულისტურ განცხადებად ჩამოთვალოთ. ბიძინა ივანიშვილი დამოკიდებულია როგორი აქტიობებით იქნება ჩვენ გამორჩეული მომდევნო დღეებში. იმაზე იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილი, რას გააკეთეს და მეტიც ყველაზე ცუდი რაც მას არ უნდა რომ მოხდეს მის თავს არის ამ ქვეყნიდან გაქცევა. ესეც შესაძლებელია რომ მოხდეს. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. დიახაც, იმიტომ რომ მორჩა რა, პარლამენტარიზმი საქართველოში აღარ არსებობს. პოლიტიკა მოკლა, პოლიტიკური პროცესი არის ტერმინირებული, გადამოსული არის ქუჩაში ყველა და ყველაფერი. და ძალიან დიდი მადლობა. ქუჩაში და ყველანი გამოვათ 17-ში 3 საათზე. ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. ყველანი უნდა ჩამოვიდეთ. ყველანი უნდა გამოვიდეთ და დაინახოს ივანიშვილმა და მისმა არ ვიცი მე რუსმა ფარველებმა და ასე შემდეგ და ასე გავილოვებმა და ასე შემდეგ. ბატონ ნიკა, სანამ დაგემშვიდობებით, თუ მოგწეს ნებართვა პროკურატურის წარმომადგენლება რომ კვირას მიხვიდეთ აქციაზე. თუ აიღეთ უკვე ეს ნებართვა. მე იცით თქვენ, მე იცი თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ ამ პროცესში, მაგრამ იმ რაღაცა ყვადაღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაწერილი აქვს, რომ სიტყვის გამოსვლის უფლება არ ამაქვს. და როდესაც ჩავთვლი საჭიროდ სიტყვითაც გამოვალ და აქციაზეც მივა. დიახაც, რა თქმა უნდა, მადლობა. ბისლოში ხელს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.